happy face უნდა შევქმნათ, ესე იგი ცვლადი უნდა შევქმნათ happy, უნდა ერქვას სახელი, უნდა ვკითხოთ მომხმარებელს ხარ თუ არა დღეს happy ხასიათზე, ბედნიერი ხარ თუ არა და შემდეგ თუ მომხმარებელი ეტყვის yes, უნდა დაუხატოს ასეთი smiley. მოდი დავიწყოთ ახლა ცოტა ქვევით ჩამოვიდეთ. შევქმნათ ცვლადი happy, უდრის input, გახსენით შეგიძლია გავხსენოთ ჭალი და ვკითხეთ are you happy today? კითხვის ნიშანი, space-ი დავწერეთ, გადავიდეთ ბოლოში და ჩამოვიდეთ ქვევით. ახლა რას ვაკეთებთ? To if happy, უდრის გავხსენეთ ჭალი და yes. ანუ ორ წერტილი და ჩამოვიდეთ ქვევით. აქ show exercise რომ დავაჭიროთ yes დიდი ასოთი წერია, აქ შეგვიძლია დავწეროთ აქაც დიდი ასოთი. ესე იგი თუ user-ი შეიყვანს yes, ანუ აქ happy-ში, ესე იგი თუ happy იქნება yes, მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს? პირველ რიგში speed-ი მივთითოთ, იმიტომ რომ დიდი დრო არ დაჭირდეს, speed იყოს 0, რომ ძალიან ჩქარა გააკეთოს, 0 იცით რომ ყველაზე სწრაფი არის სიჩქარე, ყველაზე სწრაფი არის 0-ზე. შემდეგ ფუნქცია შევქმნათ, რომელიც smiles გააკეთებს. და წავიდეთ ახლა ფუნქციის შესაქმნელად ზევით. define smile. ჭრილები გავხსენით, ორ წერტილი, enter და ჩამოვედით ქვევით და ახლა რა უნდა გავაკეთოთ smile-ისათვის. ხო ვიცით რომ ჩვენ ცენტრში არის, ამისათვის ჯერ უნდა ჩამოვიდეს ქვედა პოზიციაზე. ქვედა პოზიციაზე რომ ჩამოვიდეს, კალამი უნდა აიღოს, რომ ის ქვედა ხაზი არ დახატოს, ხო, ქვევით ჩამოსვლის კონტური არ დახატოს. ამიტომ pen up-ი გვინდა აუცილებლად, ამის შემდეგ პოზიცია set position და set position-ი არის, ესე იგი x პოზიცია აქ 0 არის და ქვევით ჩამოდივართ, ისევ 0 რჩება, ხოლო y პოზიცია იცვლება. ანუ 0 მძიმე და -50 მივუთითოთ. გადავედით გვერდით, ქვევით ჩამოვედით. შემდეგ, როდესაც ქვედა პოზიციაზე ჩამოვა, დავწეროთ pen down და მოდი გავუშვათ, მივუთითოთ yes, set position-ი ისევ დიდი ასოთი დავწერე, set position-ი. მივუთითოთ yes და აი ჩამოვიდა ქვევით. აი აქედან უკვე უნდა დაიწყოს ახლა წრის დახატვა და ფერის ჩასხმა. პირველ რიგში დავიწყოთ begin fill, ჭრილები. ამის შემდეგ ფერიც მივუთითოთ color. გავხსენეთ ჭრილი და yellow. და დავხატეთ უკვე წრეს. circle და წრე იყოს 50 რადიუსის მქონე. 50 რადიუსის მქონე, იმიტომ რომ აქედან თუ ჩამოვედით აქ, ესე იგი 50 რადიუსი უნდა იყოს, რომ წრე მოხდეს კანვასის ცენტრში. თუ აქ დავწერთ სიტყვაზე უფრო ქვევით ჩამოვიყვანით -60-ზე, მაშინ 60 პიქსელი რადიუსის მქონეს დავხატავდით, რომ ცენტრში აღმოჩენილიყო წრე. როდესაც წრეს დახატავს, შემდეგ end fill-ი გვინდა რომ დაასრულოს ფერის ჩასმა. გავუშვათ, მივუთითოთ yes და აი დახატა წრე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავხატოთ თვალები და ეს ღიმილი, ხო? ამისათვის პირველ რიგში უნდა აიღოს კალამი და მოვიდეს აი ამ პოზიციაზე და დახატოს აქ წრე, მე ამ პოზიციაზე და დახატოს წრე. კარგი, pen up. შემდეგ პოზიცია set position და ეს პოზიციები თქვენ შეგიძლიათ ოდნავ შევცვალოთ. თუ გინდათ ოდნავ თვალები მარცხნივ მიწიეთ, მარჯვნივ მოწიეთ, ქვევით ჩამოწიეთ, ან სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავწერე ახლა -17, მძიმე და 10. შემდეგ თვალი ხომ უნდა გავაკეთოთ, ერთი თვალი უნდა გააკეთოს, მეორე თვალი უნდა გააკეთოს და ამიტომ ერთი და იგივე უნდა გააკეთოს აქაც და აქაც, უბრალოდ პოზიციები იცვლება, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფუნქცია, რომელიც გააკეთებს თვალს და ზევით define
აი შევქმნათ. და ახლა თვალის გაკეთების ფუნქცია რა არის? უბრალოდ pen down-ი გვინდა, pen down. ანუ წარმოიდგინეთ, რომ უკვე თვალთან არის, აი აქ თვალთან მოდი გავუშვათ, მივუთითოთ ES, ჩამოვიდა ქვევით და set position. Set position-ის სულ დიდი ასოთით წერი, იმიტომ რომ JavaScript-ში ეგრე იწერება. Yes და აი ამ პოზიციაზე ახლა უბრალოდ არ ჩამს go. Pen down. შემდეგ color უნდა მივუთითოთ ახლა ზუსტად color black-ი რომ არ ჩანს და გამოჩნდეს. გადავიდით გვერდით, ჩამოვიდით ქვევით და აქაც დავიწყოთ begin fill. გადატირე fill. ჭრილები enter. დახატოს წრე. წრე იყოს 5 პიქსელი რადიუსის მქონე და დაამთავროს end fill. დაამთავროს ფერის ჩასხმა. ოპა, აქაც ლოგი ჩამერთო. And fill. გავუშვათ, რამს დავაჭიროთ, მივუთითოთ yes, დახატა ერთი, დახატა მეორე, მაგრამ აქ არ ჩანს ახლა ეს თვალი, იმიტომ რომ კუ ეფარება თვითონ. ახლა გადავიდეთ ისევ აი ამ smile-ზე და აქ პოზიცია უნდა შევუცვალოთ. ჩამოვიდეთ ოდნავ ქვევით და აქ ისევ pen up-ი. Pen up. პოზიცია ახლა თუ ამ პოზიციაზე იყო -17 და 10, შუაში ხო 0 არის, უნდა გადავიდეს მარჯვნივ, ხო, ანუ -17, 0-დან მარცხნივ თუ წამოვიდა -17-ით, 0-დან მარჯვნივ უნდა წავიდეს 17-ით, ხო, ესე იგი set position-ი გვინდა აქ უკვე 17 და 10. ჩამოვიდით ქვევით და გამოვიძახეთ ფუნქცია. გავუშვით და ვნახოთ ახლა yes enter, ერთი თვალი და pen up-ი სადმაკ pen up. გავუშვით yes enter და აი ერთი დახატა, მეორე დახატა და აი აქ გაჩერდა. ამის შემდეგ გვინდა უკვე მოვიდეს აი ამ პოზიციაზე, რომ აი აქ დახატოს ასეთი smile-ი, ღიმილი. რა თქმა უნდა pen up, ჭრილები, შემდეგ set position. გავხსენით ჭრილი და აქ უკვე პოზიცია -30 და -10 მივუთითოთ. და რა თქმა უნდა ეს შეგიძლიათ ოდნავ ცვლილება გააკეთოთ, აი თვალები მაგალითად თუ არ მოგწონთ აქ ოდნავ ერთად დაახლოვოთ, ან დააშოროთ და ასე შემდეგ. კარგი, pen down-ი. Pen down. შემდეგ გვინდა აუცილებლად აი აქ რომ მოვა კუ იყურება მარჯვნივ, ხო, როგორც ახლა იყურება, აი აქეთ ფარის იყურება და ქვევით უნდა გაიხედოს რომ აქედან დაიწყოს ასე წრის დახატვა. თორე აქედან თუ დაიწყოს, მაშინ ასე დახატავს წრეს. ამიტომ ქვევით უნდა გაიხედოს რომ აქედან დაიწყოს, ანუ ქვევით დაიწყოს წრის დახატვა და ამიტომ უნდა მოვაბრუნოთ 90 გრადუსით მარჯვნივ. და შემდეგ უკვე circle დავახატინოთ წრე 30 პიქსელი რადიუსის მქონე და წრე კი არ დავახატინოთ, ნახევარ წრე, ანუ 360 გრადუსი ხომ არის წრის გრადუსული ზომა და ნახევარი წრე რომ დახატოს 180, 360-ის ნახევარი. მაგრამ აქ კიდე რაღაც მინდა ახლა ჩვენ. მოდი გავუშვათ და მივხვდეთ კიდევ რა გვინდა. yes მივთითოთ enter და set position-ი პატარა ასოთი. yes და აი აქ დახატა ზუსტად ნახეთ ამის თქმა მინდოდა რომ დახატა წვრილი. ახლა წვრილი რომ არ დახატოს, აქ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ pen size. Pen size და pen size იყოს 5. გავუშვათ yes enter აი დახატა. წესით დავამთავრეთ. მოდი 13 კანტინოს დავაჭიროთ და ჩაგვითვალა. ესე იგი თუ ჩვენ აქ ნახეთ, ჩვენ ხომ აქ დაწერილი გვაქვს ES დიდი ასოთი, თუ ჩვენ აქ მივუთითებთ პატარა ასოთი ES, მაშინ არაფერს არ გააკეთებს, მაგრამ თუ ჩვენ მივუთითებთ დიდი ასოთი ES, მაშინ გააკეთებს. თუ პატარა ასოთი გვინდა, აქ შევცვლით უბრალოდ პატარა ასო და ამას დავწერთ ES და უკვე ამ შემთხვევაში
yes და ამ შემთხვევაში უკვე დიდ 100-ზე აღარ გააკეთებს. აი ეს არ გააკეთებს. მაგრამ თუ გვინდა რომ ორივეზე გააკეთოს, მაგ შემთხვევაში or happy უდრის გავხსენით ბრჭყალი, კიდე გავხსენით და აქ დავწერეთ yes და მაშინ გააკეთებს. აბა გავუშვით, დავწერეთ პატარა 100 yes გააკეთა, გავუშვით, დავწერეთ დიდი 100 yes, მაინც გააკეთა. ამ შემთხვევაში შეგეძლოთ უკვე ასე ჯაგვეწერა რომ დიდ 100-ზეც და პატარა 100-ზეც გააკეთებინა, გავუშვით და ასეც რა თქმა უნდა გვითვლის. Submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე და